და ის ტრანსპორტირებაც როგორ მოხდება იმ ადამიანის არ ვიცი ვერ გეტყვით იქნება ადგილზე მაინც დაუმუშავოთ ეს ჭრილობა. აი ამ ხეს უნდა მოვაბად და ნახოთ რა იქნება. სერგი, რა კომენტარს გააკეთე? არაფერი, უიღბლობა. მოდივარ ჩვენ ჯგუფი. არ დაგუნებულად დიდი ხანია. ხედა? მოდივარ თუ დავეხმაროთ. ფონის სინათლე ჩანს. ტრაქტორით მოყავდა პატროლი და უცებ გაზზე გადაგვიწვა. ნუ, საღამომშვიდობის მეგობრებო. დავიძარით ახლა თელავიდან ჩვენი სუპერ მანქანებით და რაგნარი და რაკეტნიცა. მოკლედ, საკმაოდ მნიშვნელოვანი დავალება გვაქვს ახლა ჩვენ. ექიმები, სამედიცინო პერსონალი უნდა ავიყვანოთ ზესტაფონში თბილისიდან. ახლა ჩვენ დავიძარით თელავიდან იმისთვის რომ დრო არ დავკარგოთ ხვალ. დღეს ამ საღამოს გავატარებთ თბილისში დავრჩებით და ხვალ დილიდან შევუდგებით სამზადის იმისთვის რომ რაც შეიძლება მალე აღმოუჩინოთ დახმარება გაუვალთ თოლში ჩარჩენილ მოსახლეობას. კი ბატონო. ზესტაფონში დავტოვებთ მოკლედ ამ სამედიცინო ჯგუფს. ზესტაფონიდან გადავალთ მერე ჩვენ ჩოხატაურში და ოზურგეთში, სადაც უკვე ჩვენი ბიჭები არიან, იმათაც შენაცვლება სჭირდებათ. იმიტომ რომ ძალიან აქტიურად მუშაობენ ყველანი და დღე და ღამე საბავენ ერთმანეთზე და ჩვენს ხელს ავახმარებთ, ვეცდებით რომ ყველანაირად მაქსიმუმი გავაკეთოთ, რომ რაც შეიძლება მეტ ხალხს დავეხმაროთ, ჩვენი მხრიდანაც პატარა წვლილი შევიტანოთ ამ დიდ საქმეში. ხო, მოკლედ იმედია გზას მშვიდობით ავივლით და არ გაგვიჭირდება, არანაირი გართულება არ იქნება. ვნახოთ, შემოგიერთდებით ხვალ საინტერესო ვიდეოები. ახლა მიმდინარეობს საბურავების დაშვების პროცესი. ჩვენ გავჩერდით სოფლის გადასახვევთან. ახლა შოთა უშვებს საბურავებს. შოთი რამდენზე აყენებს საბურავს? 1 და 3-ზე ვაყენებ საბურავებს. თუ მერე კიდევ დაჭირდება 1 და 2-მდე შეგვიძლია კიდე დავუშვათ. კი ბატონო, ჩვენ კოლონაში არის 3 მანქანა. Toyota Forerunner მესამე თაობა და Fortuner. ხო, რაც შეეხება სოფელ ბოსლებში მივდივართ, ხო ესეა? კი ბატონო. კი ბატონო. სოფელ ბოსლებში. ხო, რას გეტყვით? მე გეტყვით რომ მომზადები ხარ. მივდივართ ერთ ადამიანთან, რომელსაც გაიკეთა ოპერაცია და სჭირდება გადმოყვანა და ერთ ადამიანთან, რომელსაც უნდა მივაწოდოთ ინსულინი. და იმედია ბოლომდე მივალ. ცელა და გაუკვალავია, არავინ არ ყოფილა ჯერ იმ სოფელში და იმედია ჩვენ აპულებით აი შეიძლება რაღაცა კარგია, ჯერ მივიდეთ თიკო და სიტუაცია. ძირო ჩავარ, თუ კიდე კიდენა დავურო. ანუ ეს კახავი, ბატონთან ნომერი დაურეკეო. ხო, გამგებელია მას ზითონ ადგილობრივი. ეხლა რამ მდგომარეობაშია ის კაცი, რატო უწევს დაბმა არ ახდება? რევო, გაიგე? ოპერაცია გაკეთებული. 1 და 7-ზე. ოპერაცია აქვს გაკეთებული? და გადმოყვანა რატო ჭირდება ეს? მედიკამენტებს ვერ იღებს და წამოაღებიეთ არ ვიცი ახლა ზუსტად იქნება თუ არა და როგორ არის ნომერიც არ მაქვს რომ საკაცერო წარმოიღონ კაი იქნება ისე აი აქ ყავს წარმომადგენელი ადგილობრივი რო გითხრათ თუ შეიძლება დაახლოებით როგორი სირთულის გზა გველოდება სირთულის იქნება მეტრანახევრამდე თოვლი რა დაახლოებით რთული გზა არის ასე რომ ვთქვათ ჩასავლელის და იმ მოსახლესთანაც სადაც მივდივართ ახლა სადაც ძალიან უჭირს რაც შესაბამისად მეტი იქნება კიდევ თოვლი აჰა გასაგებია სოფელი ბოსლები ხო სოფელი ბოსლები კი სოფელი ბოსლები კარგით მადლობა მოდიან ახლა ბიჭები ახალქალაქიდან მოდიან ბიჭები და ეგეც საინტერესოა კიდე ისინი რა მანქანებით იქნებიან რომ რამე დახმარების საშუალება გქონდეს ვინ ვისი დასახმარებელი გასული მანქანა უკვე წავიდეს ხო პირველი მანქანა ხო აბარა უკვე წავიდეს და გაკვალვა დაიწყოს რა ერთად რატო ერთად იმიტოა საჭირო რომ ეს რო გაიჭედოს სანამ დაუშვეთ ჩვენ გაკვალა მანამდე და ჩვენ მოყვებით გმირები რა ოი მინა რა ვიცი ნახოთ აბა საწყალი კაცი ყოფილა ვიღაცა ოპერაციები ეს ამპუნები აქვს შექმნილი ნახოთ ეს რა შოთა თოვლია სადღაც იქნება მეტრანახევრამდე ესე მაღალი ხო არ არის ეს უძილე მოჭველი იქნება
ღმერთი არის ჩვენთან, რაც თავარია და ყველაფერი მაგრა იქნება. საქართველოს უწირ ქართული ხალხი უნდა დავდგეთ ერთად. აუცილებლად ესეა. მაგიტომაც ვარ თელავიდან აქ ახლა ჩამოსულები. გენაცვალეთ ყველას. რამდენი მოსახლეა ახლა დაახლოებით? აი, იქ არის, აი მოიწევდა. აგე ის არის, აგე. 50-70 ოჯახამდე არის დაახლოებით. აჰა. ეგენი ახლა თლად მოწყვეტილები არიან მთლიანად, ხო ყველაფერს? მოკლედ შეგვექნა ესეთი სიტუაცია. მივდივართ როგორც გითხარით სოფელ ბოსლებისკენ. სამწუხაროდ მანქანა დაგვხვდა აქ გზაში გაჭედილი. ამიტომაც უნდა ახლა ჯალამბარის საშუალებით გამოვწიოთ მანქანა უკან, რომ გზა გავითავისუფლოთ და ჩვენი გზა გავაგრძელოთ სოფელ ბოსლებისაკენ. შეიძლება დასწყდეს ცოტა. ავი კარგადაა შეყოფილი. ბიჭო რა არიცი ეს კაუჭი არედება კარგად და მე რა არ დასწყდეს მეთქი და უეჭველი დასხდება. ხო და თუ დასხდა რა შეიძლება გამოფრინდეს გაჩვრიტოს ეს საქარემინა რა. ეგეც რადია. დასხდება სერგი. არა, აზრი არა. არ შეიძლება არა. აი ზანე გამოვიდე და ის არა. აბარო გეიგა რუნი ბიჭო. აგრე ხედი. აი. უკაცრავად. უფროსო. უბრალოდ აი სულად არ მინდა გამოვიდეს. სწრაფად უნდა წავიდე და დევნა რო არ დაგიწყოთ, რო გაგვატაროთ უბრალოდ. კი ბატონო, მიდი ცოტა იყო. გაია. ნადირ. აჰა, გამოვიარეთ დაახლოებით 200-300 მეტრი. ისევ იგივე სიტუაციას წავაწყდით. მოდი, არ გააჩერო, მოდი, გაია. მივცემ ტელეფონს აუხსენით. დიახ, გისმენთ. კი. აი, მათ გადმოუხვია ქვემოთ გზა ჩამოდის მაგ. და ნიჩბები არის გზაში, რომელიც ვერ წამოიღეს და ისინი აი, ბოსლებში ძილ მივდივარ თქო, ლიანდაგისპირთა უნდა ჩავედე და მე გამგებელი ჩემდება და ის მოლა იქან. ხო. მარცხნივ ხო? ხო, მარცხნივ შემოდის გზა და თუ გინდა ასე ცოტა შორიდან მოვიდეთ რომ ასგონი ამაღებინო სოვანდაც. და. მარცხნიდან მარცხნივ რა იყოფა მინდა ხიდზე უნდა გადმოგვიდეთ. ნელა. მიდი. ხარ გავჩერდები. კიდა. მოკლედ ესეთი ექსტრემალური გზა მე მგონი ქონიათ. იშვიათია. ფიციცრად უკან მოარია ეს ჩავოდი. აქ GCB-ც ვერ ამოვიდა, ხო? არა, GCB ქვემოთ ვერ ამოვიდა თქო საერთოდ. ბატონო. ალაგ მანქანა. ცოტა რა ორ ვინ ამბობდა? ფორანერი ვერ დადისო? აი. თოული არის მუხლს ზემოთ. როგორც იქნა გადმოვედი. აი. აი ესეთი ამბავია. მოკლედ, ადამიანს ჭირდება ჩვენი დახმარება. აი ამ სოფელში ზემოთ არის დაოპერაციებია, გაურთულდა, სიცხეები აქვს 3 დღეა, დაჩირქებული აქვს ჭრილობა, როგორც ვიცით. გამოსაცვლელი აქვს ტამპონები, რა ვიცი. ამიტომაც აქ ვერავინ ვერ ამოვიდა ვერანაირი ტექნიკით. ეხლა ჩვენ ამოვედით, ჩვენ გავყალეთ მთლიანად აი ამ მანქანით. აი ეს გზა და აქ დაგვხვდა უკვე ძალიან მაღალი თოვლი, არ ვიცი ეხლა როგორ დავძლევთ ამას. ნელ-ნელა შევეცდებით, რომ ნახეთ, შეხედეთ თოვლის კედელს და თოვლის სიმაღლეს. ვეცდებით, რომ რამენაირად ეს თოვლიც აუყალოთ. ძალიან ცუდი მონაკვეთია აი აქ, მოსახვევია თან და ნახოთ როგორ იქნება. შარჩენილი ლეიწვარზე კიდია. არა, ელოდება ეს რა თორე ეს დაიწყებს. ვაიმე.
ავიდა გოგო. Bravo просто რა. აი ეს გადაიღე თერაპევტი როგორ. აბა მიდი, დაიცადე მოვდივარ. ეს მაგა არ გარ. მიდი. აბა მიდი. აბა თერაპევტები გადარეკავენ ახლა ძროხებს. ჰე! აბა! ჰე! შეუძახე, მიდი. აი შოთი. ძალიან დიდ კედელს იკეთებ, შოთა, გეხვეწები დახე. აზრი არ აქვს, შოთა. ადგილზე მისულებმა აღმოვაჩინეთ, რომ პაციენტს ესაჭიროებოდა შესაბამისი აღჭურვილობით ტრანსპორტირება. ჩვენ მოვბრუნდით უკან და ჩვენს მაგივრად სოფელში ავიდა სხვა მედიკოსების ჯგუფთან ერთად ახალი მანქანა, რომელმაც ჩვენს გაკვალულ გზაზე უფრო ადვილად შეძლო ასვლა. ამავდროულად არ მივიჩნიეთ საჭიროდ უღონო მდგომარეობაში მყოფი პაციენტის ვიდეოში გამოჩენა. რაც მთავარია, ყველაფერი დასრულდა კარგად. მოხდა პაციენტის ტრანსპორტირება და ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში გადაყვანა. გაიწიე, დაროგა. კაცო ჩახორთო. სერგი, რა კომენტარს გააკეთე? არაფერი, უიღბლობა. ტოტალური უიღბლობა. თავისი დატოვა ის. აკუმულატორი დაუჯდა. მოგლეს. აკუმულატორის პრობლემაა, ვეღარ იქოქება მანქანა. დანარჩენი ძალიან კარგ მდგომარეობაში საბურავებით. კარგ მდგომარეობაში. მაგარი მანქანა 57-ია. ეს არა, ვა? ცოტა ეს არა, ვერა, ვაი. და უბრალოდ ის პრობლემა შეიქმნა, რომ ვეღარ იქოქება. ამიტომაც ახლა ვეცდებით, რომ დაუპერებიჩქოთ და დაიქოქოს მანქანა. ესე ჩვენი პერები. სა? არა, უჩნავრა დაიქოქება მოშორულება. დიდი დაჭი, შედაჭი. მოდა ამითი ავალთ რა. რომელი რაღაცა გამოვეცი ჩემი ახალი წიგნი თვითგადარჩენის სახელმძღვანელო ოფროუდერებისათვის და ჩემი ოფროუდში თვითგადარჩენის სახელმძღვანელოს პირველი გვერდის პირველ თავშივე ვკითხულობ რომ თუ მანქანა თოვლიდან ან ტალახიდან ვერ გამოდის უნდა გამოიყვანო ჩემი სიტყვებია გაიგე უნდა გამოიყვანო წინ გველოდა კიდევ ერთი გამოწვევა როგორც აღმოჩნდა უფრო რთულიც სოფელ ბოსლევიდან ქვემოთ დაშვების შემდეგ დიაბეტით დაავადებული პაციენტისათვის უნდა მიგვეტანა ინსულინი საქმე ეხებოდა ადამიანის სიცოცხლეს, რადგან დაგვიანების შემთხვევაში შეიძლება ფატალური შედეგი დამდგარიყო. ჩვენი ვარაუდით გზა უფრო მარტივი უნდა ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ შევცდით. თოვლი წელამდე გვწვდებოდა და ჩვენი მანქანები უმალეფლობოდა გაუკვალავ ღრმა თოვლში. რის გამოც ჩვენმა მეგობრებმა ნეირობალანსირების ცენტრიდან გადაწყვიტეს გაუკვალავ თოვლში ფეხით წაეღოთ ინსულინის 3 კილომეტრის მოშორებით მყოფი პაციენტისათვის. აი ამ ხეს უნდა მოვაბათ და ნახოთ რა იქნება. ახლა ზუკა წავა და მოვაბავს მაგ ხეს. აი ესეთი ამბავი გვაქვს, ვეღარ წინ მივდივართ, ვეღარც უკან. ძალიან გაგუჭირდა. არა და ინსულინი უნდა მიგვეტანა ერთ-ერთი პაციენტისთვის, მაგრამ აქ ისეთი რთული გზა რა არ ვიცი რა იქნება ნამდვილად. გვიჭირს გადაადგილება. მოკლედ ის ადგილებზე ვიარეთ, რომ
არც გავჭირვებია, მაგრამ აქ რა ვიცი, რა გამოდგა ეს ადგილი არ ვიცი. ძალიან რთული. შეიძლება აქედანაც არის კიდე ჩამოწოლილი თოვლი და მაგის გამო რა. გზას ვეღარ გავაგრძელებთ, მე ესე ვფიქრობ და ასე მგონია რა. ნახოთ რა იქნება. დიდი წვალების შემდეგ როგორც იქნა შევძელით მანქანების მოbrunება, რათა ჩვენი მეგობრების დაბრუნების შემდეგ უკან დაბრუნება შეუძლებოდა. ცოტა ხანში დაღამდა. პაციენტის გადასარჩენად წასული მოხალისეები კი არ ჩანდნენ. სიტუაცია სულ უფრო საშიში ხდებოდა. ძლიერ ყინვას ემატებოდა ტყეში მობინადრე მტაცებელ ცხოველებთან შეხვედრის საშიშროება, რომლებიც ადგილობრივების თქმით საკმაოდ მრავლად იყვნენ. მე და შოთა ვაანალიზებდით საშიშროებებს, ამიტომ შევიარაღდით და გადავწყვიტეთ ჩვენი მეგობრების გზას გავყოლოდეთ. მივდივართ ჩვენი ჯგუფი არ დაბრუნებულა დიდი ხანია უკვე და მივდივართ რომ დავეხმაროთ ხელი მაინც შევაშველოთ. შეიძლება საერთოდაც გზა ვეღარ გააგრძელონ, იმიტომ საკმაოდ დიდი მანძილის გავლა მოუწიათ ფეხით, სადღაც 3 კილომეტრის ალბათ. ხო და უკან იგივე გზის გამოვლაც ძალიან გართულდება და რა ვიცი, ღმერთმა არ აქნას რამე შეემწყეთ ცუდი, ჯობია რომ მივაქციოთ ყურადღება რა ყინვა. ვიპოვეთ ფონის სინათლე ჩანს. ცივცივეთაბა აგე გამოჩნდა. იღე ერთი ეს кайხა. ზესტაფონში რომ ჩავალთ, სადმე უნდა გავიხადოთ და გავშრეთ. ამიხადოთ ისევ შეკ. მოკლედ მეგობრებო, როგორც იქნა ეს ამბავი, თათ ჯერ კეთილად არ დასრულებულა, ბოლოსში უნდა მივიდეთ, მაგრამ ერთმანეთი ვიპოვეთ, შევხვდით, რისიც გვეშინოდა, ის არ გამართლა და მგლებს არ შეუჭამიათ ჩვენი მეგობრები. ნაკვალებს რა, ნახე? ნუ, ნაკვალებს არ. ეს კი კურდღლის ნაკვალებია, მაგრამ არსებობენ აქ სოფიანი კურდღლები დაგიან. არა, მაქვს გაიც ნაკვალები. ველიური ბოცრები. ველიური ბოცრები. ველურული. და მოკლედ, გადარჩენ ჩვენი მეგობრები, ჩვენი ასე რომ შეგიძლიათ ჩვენ სიმედზე იყოთ. მაშველები ჯერ კიდე ადგილზე არის. მაგრამ კარგია ვიღაცამ რომ მოგაკითხა. რა თქმა უნდა. ჩვენ ვიბრძვით. მე ჩემს დირექტორს ესე არ დავტოვებდი, ქრისტი. შენ გადატოვებდი შენ დირექტორს. აი ამ გამოუყოლავში გადიახამდე, ა? ვერ გახვალ. აგოიმებენ, კეთო. არა, გაშინია და გვიჩვენე წამოვიდეთ. გაიხარეთ, მეგო, დიდი მადლობა ამ ყურადღებისთვის. არაფერი, მაგას რა. ამ შუაღამეს რომ შეგაწუხეთ. ცოტა გადაიღეთ. ნაის. ეგ არის გამოეშვებ. ნაკვალებზე წამოვალთ. გაიხარეთ ჯიგრები ხარ. მოლედ ასეთი სიტუაცია გვაქვს რა ტრაქტორით მოყავდა პატროლი და უცებ გზაზე გადაგვიწვა და ეხლა ვცდილობთ რომ უკან თოკით დაზღვევაზე ჩავაბათ აი ამ ხეზე რომ რამე რო იყოს არ გადაცურდეს უარესად მანქანა რა. პროდუქტების გადანაწილება აი ამ მისამ პატრონიდან გადაგვაქვს ჩვენს ჯერ სხვა რაღაცები ჩავდოთ რომ ეროვნული გაფუჭდა მოკლედ ეს მანქანა და სადაც წავალთ ახლა გურიაში გურიისკენ აგვაქვს გეზზე აღებული საითაც წავალთ მოკლედ ამ სურსათ და სანოაგეს ჩავიდანთ იქ და დავურიგებთ მოსახლეობას რა მარტო ჩვენი დამსახურება არ არის მეგობრებო ეს არის უფრო თქვა ჯორჯიას დამსახურება არის
ძალიან ბევრი ადამიანის დამსახურება, ვინც ამ ყველაფერში ჩართულია. აი ამ კარგი ხალხის დამსახურება კიდე. ჩვენ ერთი გუნდი ვართ. აბარა საქართველო და ქართველები ჩვენ ერთნი ვართ ყველა.